ახლა ჩვენ ვამბობთ რომ მე რომ ქრისტეს გვერდით ყოფილიყავი, მე რომ მისი მოწაფე ყოფილიყავი, დიდება შენ და უფალო რომ მასჟამსა შენ არ გამაჩინე და არ ვიყავი შენი მოწაფე. უდიდესმა უმეტესობამ იმ თანამედროვეთაგან, შენმა თანამედროვეთაგან ბარაბა ამჯობინეს შენს ყოვლადწმიდა თავს. ალბათ ჩვენი ბუნებიდან, მიდრეკილებებიდან, ცხოვრების წესიდან და ასე შემდეგ ხასიათებიდან გამომდინარე, უფრო საფიქრებელია და სარწმუნო რომ ჩვენ სწორედ ბარაბას ავირჩევდით ქრისტეს ნაცვლად. ახლა კი უფალმა ამ გახრწნილ, გაუღმერთვებულ, გაუკეთურებულ გარყვნილ 21 საუკუნეში მომცა რწმენა, რაც უკვე სასაულის ტოლფასია და ყველამ განსაცდელთა შორის ცდილობს შემინარჩუნოს და გამიღრმავოს ეს რწმენა. 1000 მადლობა უფალსა და ღმერთსა ჩვენსა. რადგან როგორც ანტონი დიდი და სხვები წინასწარმე ბოლოჟანის ქრისტიანები მთელი თავით მაღლა დადგებიან პირველთა საუკუნეთა ქრისტიანებზე. იმიტომ რომ ჩვენ რომ დევნაგან დღეს და ასეთი დახვეწილი და მსაგვარი, რაც გველოდება პირველ ყოვლის არა მარტო თანამედროვე მოვლენები, რაც გველოდება იმას გულისხმობ პირველ ყოვლისა, ძნელია გამოატარო ეს ყველაფერი და რწმენა შეინარჩუნო. მაგრამ ეს აუცილებელია. აუცილებელია. ჩემ და თავად მე მადლობას ვუხდი უფალს, აი რომ ვიგონებ ჩემს ბავშვობას, ახალგაზრდობას. ეხლა რომ ვთქვა რომ ძალიან ვცოდავდი მეთქი არა, პირიქით ისეთი უთქმელი ვიყავი, მორჩილი და ასე შემდეგ, თავს არ ვიქებ, მაგრამ უკვე მე ესე იგი 10-11 წლის ასაკიდან ნელ-ნელა შემოდიოდა არაწმინდება ჩემს გულში, ესეთი საუბრების მოსმენით და სანახაობებით, მაშინ ჯერ კიდევ დაცულივი იყვნენ ბავშვები ამ ყველაფრით და დღეს პირდაპირ ქუჩებში იღვრება გარყვნილება და კარგტონა თითვლება რა. პირდაპირ სოდომიც კი წარმოიდგინეთ, რომლის გამო 5 ქალაქი არ დაინდო უფალმა ღმერთმა და ცეცხლში და წუნწუბაში მოსვა. ეს იგი სავსებით აქვს ღვთის შიში დაკარგული ადამიანებს. არ აქვს პატივისცემა ადამიანის, არ აქვს ღვთის მოშიშება უფლის მიმართ. უმძიმესი დროა. 1000 მადლობა რომ აი ამ ყველაფრის მერე ჩემს წარსულს მომიგონებ მე, შეიძლება სულ სხვა მემართულებით წასულიყო ჩემი ცხოვრება. ღმერთმა გამომიყვანა ამ ყველაფრიდან და დაბაყენა თავის წმინდა ეკლესიაში. მაგრამ რო ჩემი გამოცდილება მიკარახებს ისე რომ ზოგიერთი თქვენთაგანისა უფრო ადვილი ყოფილა მოიქცე ქრისტესზე და უფრო ძლიერი დარჩე ქრისტესთან. იმდენი საცდური არის დღეს განსაკუთრებით. იმდენი მწვალებლობები, გზაშეცდომილი ადამიანები, იმიტომ რომ ხარი ხართა რომ დააბა აზნე სიცვლის ამ ფერსაო ცნობილმა ვაშინდელმა იუმორისტმა ქართულ კარსლაძემ როგორც გამოთქვა, ხარი ხართა რომ დააბა ორი ხარი იქნებაო. აი ეს მოხდება. და დღეს აი ამ რყვნიან საზოგადოების ნაწილს და ამათან დაბული საზოგადოების დანარჩენი ნაწილის თანდათანობით იხრწნება და იღუნება. ხდება უღმერთო. ჯერ ერთი მოძღვარი რომ ვახსენებ, თუ ამას მოძღვარი ქვია საერთოდ, მაგაზე მეტი ცოდვა აქვს მის მაკურთხეველს, ვინც ხელი დაასხა მას და ვინც უშუალმდგომლა რომ ხელი დაესხა. კონკრეტულად ყავს მე ცნობილი სასულიერო პირები მხედველობაში, რომელიც არის დამაბრკოლებელი ეკლესიაში. მაგის მაგალითზე აწი მაინც უნდა გაფრთხილდეს მაღალი იერარქია, რომ ასეთი ადამიანები არანაირად არ იქნენ დაშვებული სამღვდელოთა წრეში. რატო? უფალი ამბობს და რომელიღაც უბადროკი არჩილი. არა, რომელიღაც უბადროკი არჩილი. უფალი ამბობს. თქვენ ახართ მარილი ამ ქვეყნისა, მოციქულებს რომ აგზავნი საქადაგებლად და ჩვენ სამოციქულო ხელდასხმა მიგვიღია მღვდელთავარსაც, მღვდელსაც და დიაკონსაც. ჩვენს გვეკუთვნის ეს ნათქვამი. თუ მარილი სიმლაშეს დაკარგავს, რაითამე დაამარილონ. მარილი ეს არის ქრისტეს მოძღვრება. სიმლაშეს კარგავს არა მარტო იმით, რომ თქვა მღვდელი ნაკლებად განათლებული ან უმეცარია, არამედ იმით პირველ ყოვლისა, რომ ის თავად არღვევს ამ მოძღვრებას. შეიძლება ძალიანაც კარგად იცის, მაგრამ მრევლისთვის უფრო სასტურია, ვიდრე მომაქცეველი სარწმუნოებაზე და ასე შემდეგ.